ესე იგი, მე დიდი ხანია მოვიხმარ ამ პროდუქტებს, მაგრამ რატომღაც მამაჩემი არასოდეს არ ეკარებოდა, თვლიდა რომ იყო ჯამთელი და შემიძლია ვთქვა, რომ ისე გახდა 75 წლის, ალბათ 10 წელი ნოშბა არა აქვს დალეული და სხვაზე საერთოდ რაზეა ლაპარაკი და ერთ დღესაც დაეწყო სისუსტე, იმდენად, რომ აი ფეხზე ვეღარ დგებოდა და დავიწყეთ კვლევა, აღმოგვაჩნდა სიმსივნე, ეს იყო ზაფხულში 4 თვის უკან. მიუხედ დიდი ხანი დაჭირდა დადგენას, რა სტადია ჰქონდა და როგორც კი შევიტყვე, რომ ჰქონდა სიმსივნეზე ეწვი, მაშინვე ქალბატონი თამარის დანიშნულებით დავიწყეთ ბაულაიფის რეზერვის და რევიტას მიცემა. ბოლოს დაგვიდგინდა, ჰქონდა მეოთხე სტადია, ჰქონდა აგრესიული ფორმა, ჰქონდა ფილტვის სიმსივნე შუა საყარზე მეტასტაზით, ჩართული იყო ხორხზე და სიხსარღვებზე გადმოსული და ოპერაციაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ის კი არა, ქიმიოთერაპევტთან რომ მივედი, ისიც კი ვკითხე, აზრი აქვს თუ არა, ქიმიოთერაპიის გაკეთებას ყოლა ხო არ ვაწვალებთქო. და შენთვის თუ ერთი დღეც მნიშვნელოვანია, მაშინ დავიწყოთო. იმის შემდეგ გავიდა 4 თვე, ჩვენ რაც ვიღებთ პროდუქტებს და ჩატარებული გვაქვს 6 ქიმია, 2 კურსი. 2 კურსის მერე განმეორებით კვლევაზე ისეთი შედეგი დაგვიდგა, გუშინ ვიყავით ზუსტად ექიმთან და ჯერ კატერო გადავიღეთ, ვკითხე დაპატარავებული არის თქო, მე იმედი მქონდა და მინდოდა რომ ყოფილიყო დაპატარავებული და იცი რა ვინც დაწერა დასკვნა ის გეტყვი ჩვენ სხვადასხვანაირად ზომავთო და ამის მიზეზი იყო ის რომ ჩვენ მქონდა 8.7 სანტიმეტრი და 6 სანტიმეტრია ჩემი გაზომვით, მაგრამ ჩვენ სხვადასხვანაირად ზომავთო. დასკვნის დაწერას კატესაც დიდი ხანი დააგვიანდა და 2 დღის მაგერ 3 დღის მერე მომცეს დასკვნა, სავარაუდოდ ამასაც ეჭვობდნენ, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ფაქტიურად 2 თვე ქიმიით ნამკურნალები. და გუშინ ვიყავი ზუსტად ექიმთან, ექიმმა რო დახედა, გილოცავთო, წარმოუდგენელი შედეგიაო. თქვენო ფაქტიურად კურნალობა არ დაგიწყია და 1/13 მოგცილდა თუ ამ დაავადებისო, ფაქტიურად დაუჯერებელი შედეგია და რომ გამოვედით იქედან მამაჩემმა არ იცის, ახლა იცის აქ სიმსივნე რო არის მეოთხე სტადია, აგრესიული და ესეთი რთული ფორმა, არ გამიმხელია, იმიტომ რომ თვითონ ძალიან შემართებით იყო ამ იმის შებრძოლების უნარი არ დაკარგოს თქო და არ უმხელდი და რო გამოვიდა მეუბნება კი მარაო რა იყო დასკვნა არ წაუკითხიაო ჯერო რა ისეთი დაჭყეტილი გაოცებული თვალებით უყურებდა ამ ჩემ დიაგნოზს რა მეტიო შედეგი გამოვის დიაგნოზი არ წაუკითხია თუ რა სჭირდაო დაშტერებული თვალებით უყურებდა ამ დიაგნოზს რა სჭირდაო ანუ იმდენად გაუხსნათ ხო და იმას დასკვნაშიც გვიწერია, რომ გვაქვს 31% შემცირებული და დღეს ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მკურნალობას. ჩვენ ვიღებდით 4 კოვს ბაულაიფს, 4 ცალ რევიტას და 2 რეზერვს 4 თვის განმავლობაში. ეს მე ვთვლი, რომ არის ქალბატონი თამარის და ამ პროდუქტების დამსახურება. და რა თქმა უნდა, ქიმიამ შეუწყო ხელი, თორე ქიმიაზე რომ მეუბნებოდა ექიმი რომ 6 კურსის მეც ვერ გაგიკეთებ და სხვა რა შეიძლება, ახლა რომ მივედით 4-ზე 4-ის მერე ვნახოთ, შეიძლება 4-იც გვეყოსო. არაჩვეულებრივი შედეგია ლელა და შენსავით მიხარია მეც ეს ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება, ვაგრძელებთ ჩვენ ამ ყველაფერს, ვიცი რომ და ვიცი რომ ფინიტის კი, უკვე გამოწერილი მაქვს და ველოდები და დავამატებ აუცილებლად ფინიტს. ბატონი გიორგი შელიას ჰქონდა ფინიტზე არაჩვეულებრივი ტრენინგი კი არა და მოხსენება, რომ მთელი შემადგენლობა არის, მე ალბათ მივაწოდებთ დავჭრით ამ იმას და მივაწოდებთ აქ მსმენელებსაც და სხვა ადამიანებსაც არაჩვეულებრივი აღწერა ფინიტი რატომ აკეთებს ამას, რა მექანიზმი აქვს. ეს რა არის? აი დასკვნის პასუხი 31% შემცირებული. ნაცვალე.